მოგესალმებით დილომშვიდობისა. როგორც ახსენეთ 16 ივნისს გველების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დიგმის პარკში, იქ სადაც ახლა მე ვიმყოფები, დაგხვდებათ დღეს გაიმართება ღონისძიება საღამოს. ამ ღონისძიებაზე შეგიძლიათ მობრძანდეთ ნებისმიერი მსურველი, უკეთ გაეცნოთ პირადად გველებს, მათ შორის ქართულ ადგილობრივ სახეობებს, მათთან ერთად დრო გაატაროთ, თუ გაქვთ შიში, რა თქმა უნდა, დაამარცხოთ ეს შიში და ძალიან საინტერესო ინფორმაციები მიიღოთ გველებთან დაკავშირებით. ახლა ჩემთან ერთად იმყოფება ამ ღონისძიების ორგანიზატორი. მოგესალმებით ალისა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. რომ გითხრათ დეტალები უფრო დაწვრილებით, რა ელოდება დღეს აქ მოსულ სტუმრებს? მოკლედ, აქ მოსულ სტუმრებს ელოდება ბევრი გველი. შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაიჭიროთ ხელში ინფორმაციას გაეცნოთ, თან ანუ არანაირად არ არის დაძალებითი, ვთქვათ, თუ გეშინიათ, შეგიძლიათ უბრალოდ ცოტა შორს ვიდგეთ და მაქედან უყუროთ მერე ცოტა ახლოს და ასე შემდეგ. მოკლედ, შიშის გადალახვის იდეალური შესაძლებლობა იქნება. კიდე გვექნება საინფორმაციო პოსტერი, საინფორმაციო ბარათები, სტიკერები და მოკლედ ყველაფერი გველების თემასთან დაკავშირებით. იც რა მაინტერესებს? რა სტერეოტიპები არსებობს გველებთან დაკავშირებით, ანუ საიდან მოდის ეს შიში და როგორ შეიძლება დავამარცხოთ? ამაზეც ორი სიტყვით რომ გითხრათ. ძალიან ბევრი სტერეოტიპი არის, ანუ გველი ზოგადად ესეთი მითოლოგიური და ცოტა ისეთი უცნაური არსება არის, მაგრამ ძირითადი სტერეოტიპები არის ხოლმე რომ გველები ბოროტები არიან, თვითონ კვბენენ მაინც და მაინც, რაღაც სლიპინა და საზიზღარია, მაგრამ ეს ყველაფერი არასწორია, ანუ რო შეეხო, აი ჩვეულებრივად არის როგორც ჩვენი ფრჩხილები და თმა, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ნივთიერება აქვს ქერცლში, რაც თმაში და ფრჩხილებში, ანუ ძალიან ჩვეულებრივი ცხოველი არის. არც ბოროტი არ არის, ერთადერთი რაც გველს უნდა ჩვენგან არის რომ თავი დავანებოთ. ანუ თუ ჩვენ არ შევეხებით, თვითონაც არ შეგვეხება და მოკლედ აი ჩვეულებრივი ცხოველი არის, რომელსაც ისევე უნდა ცხოვრება, როგორც სხვა ნებისმიერ ცხოველს. როგორც ვიცი, ჯენი გველი შენთან ერთად ცხოვრობს სახლში, მაინტერესებს ხალხს რომ უთხრათ, სახლის პირობებში როგორ შეიძლება მოვუაროთ რჩევები, რომ მივცეთ გველებს, ქვეწარმავლებს? გველის სახეობას გააჩნიათ, თუმცა ძირითადად ის არის, რომ ტერარიუმი ჭირდებათ, ტემპერატურის გაკონტროლება, ანუ ზოგს უფრო ცხელი უყვარს, ზოგს უფრო ცივი, წყალი უნდა ედგას უბრალოდ ტერარიუმში და ასევე აი სამწუხარო რაც არის, რომ თაგვებს ჭამენ და ეგ არის გველის მოვლაში, მე ვიტყოდი, ყველაზე რთული. თორე ისე საკმაოდ მარტივად მოსავლელი ცხოველი არ წყებს, სუნიც არ აქვს, რა ვიცი, ძალიან საყვარლები არიან. რამდენიმე ესეთი რჩევა რომ მოგცეთ, თქვა, როგორ უნდა დავამარცხოთ? შეხებით მარცხდება შიში, მაგალითად, ხმიც მეშინოდა და მაგიტომ მაინტერესებს. არაფერი ისეთი არ არის, სხვათა შორის უბრალოდ სტერეოტიპების გამო გვეშინია ალბათ. კი, ზუსტად, ანუ ეგ შიში მოდის სავარაუდოდ ბავშვობიდან, რომ აი მეც თუ მესმოდა ხოლმე, რომ ბალახებში არის არა გველი, არის გიკბენს და მოკლედ აი ეს რაღაც ბოროტების აურა აქვს შექმნილი, მაგრამ როგორც კი ადამიანი ხედავს, რომ აი ძალიან ჩვეულებრივად ხელზე ზის, ახლა არც მე არ მერჩის იცის, რომ ადამიანისგან საფრთხე არ ამუქრება და თვითონაც ძალიან წყნარად არის. და რომ მიხვდება ადამიანი, რომ მართლა ჩვეულებრივი ცხოველი არის, ჯერ შეიძლება ძალიან თუ ეშინია შორიდან შეხედოს მართლა მერე, ცოტა ახლოს მოდის მერე, ხედავს, რომ თავისი მეგობრებიც ეხებიან მაგალითად და თვითონაც უნდებათ ხოლმე და შიშს რა ამარცხებენ, აი ძალიან მაგარია ეს რაღაც მეტამორფოზი ადამიანში, რომ თავიდან არის, რომ არა, აი შანსი არა, მე ამას არ შევეხები და ბოლოს უირა საყვარელია მეც მინდა სახლში გველი და ძალიან სასიამოვნოა მოკლედ ამ ყოლაფრის დანახვა, როგორ მარტივად მარცხდება რეალურად ეგ შიში. უღრმესი მადლობა. მე მაყურებელს ვეთქვი, რომ დიგმის პარკში შეუძლიათ მოვიდეთ 5-დან 8 საათამდე და გაესნონ ამ საოცარ არსებებს და დაგემშვიდობებით, ეს გადამჩენია და წარმატებულ დღეს გისურვებთ.